მარსი თევზები ეს თითქოს ეძახიან უფრო ემოციურ მარს თევზები ეს არის გზნობი არა ემოციური ესეთი მარსი აი გვერდზე ესეულის ეს არ არის პირდაპირ გამოხატული ახლა მე შენ მევასები ან არ მევასები თემა არ არის იცი რას გეტყვი და რა დაიწყებს ესე მიხვევას რბილად თევზები ლავირებს ძალიან ეს არ არის პირდაპირ დამრტყმელი ენერგია. აი, ფსიქოლოგიურად გზნობ მის მარს, მის აგრესიას ფსიქოლოგიურად გზნობ, ან მის ენერგიას ფსიქოლოგიურად გზნობ. აი, შეიძლება არაფერი არ გითხრას, იყურებს ადამიანი და იქ ყველაფერს გზნობ. მის დრაივს გზნობ, ესე მუშაობს მარსი თევზებში. აი, ლავირებს არავერბალურად. ფსიქოლოგიურად მოქმედებს ეს მარსი. გაგაკეთებინებს ისეთ რაღაცას, პირდაპირ არ გეტყვის. აი მე ის მინდოდა და ცოტა манипуляციაც შემოდის აქ და აი მე ის მინდოდა მაგრამ ის ხო არ გინდა გასინჯო და ამ დროს თვითონ რო უნდა და პირდაპირ კი არ გეტყვის ესე ვიხოს მოუხოს მე-12 სახლი მარსიც ესე მუშაობს და აი მიგიყვანს ისე ლამაზად გაგაკეთებინოს იმას რაც თვითონ უნდა ესე მუშაობს მარსი თევზები. ნუ ეხლა ეს ცოტა манипуляციურ, ცოტა ზედმეტად თევზურ ვარიანტში. ისე ეს არის ინტუიციური მარსი, ეგრევე ხვდება თუ კარგად მუშაობს ეს მარსი. ფსიქოლოგია არის თევზები ჩვენთან, ეს არის ინტუიცია, ეს არის ფანტაზიის დიდი უნარი და ეს არის შთაგონება, თევზები არის შთაგონება. ნახე. აი ეს მარსი თევზი, იცი როგორ აკეთებს? შთაგონება მოუვა, წარმოიდგენს როგორი უნდა გაკეთდეს, ანუ მისი ენერგია, დრაივი მოდის შთაგონებაზე. აი, ემოცია უნდა წარმოვიდგინო, ვიზუალურად დავხატო, ნეპტუნთანაც მსგავსი არის მარსი. თუ არ წარმოიდგენს, ადამიანი იმას ვერ აკეთებს. და თუ გინდა მარს თევზებს ან მე-12 სახლს мотиваცია გაუჩინო, ფანტაზია უნდა ჩართოს. წარმოადგენინო, აი ძალიან კარგად მუშაობს წარმოსახვით თერაპიებში ეს მარსი, მაგალითად დაგეგმა მომავლის და რეალობის დაგეგმა, მე-12 სახლი მარსიც ესე მუშაობს, ვიზუალიზაცია კარგად და აი თუ დაგეგმა, NLP თერაპიები მაგათზე მუშაობს, აი წარმოსახვით თერაპიულად დავგეგმე ჩემი მომავალი და ვაკეთებ მე იმას. აი ესე მუშაობს, ეს არავინ არ იცის სხვათა შორის, ამაზე 10 წელი მოუნდის ზუსტად ეს რომ ბოლომდე გამეცნობიერებინა და ჩამერთო, იმიტომ რომ ამის გარდა ყველაფერი წერია, ვითომ მაგას გულისხმობენ, მაგრამ ისე წერენ რომ მაგას არ გულისხმობენ და მე შენთან უნდა ეძებო და შენთან უნდა იყოლიო ეს და ეს არის შთაგონება. წარმოსახვით თერაპიაში მუშაობს ძალიან, მაგრამ წარმოვიდგინე, შეიძლება ხან თქვა წარმოსახვით თერაპიაში არ იყოს, მაგრამ თვითონ თერაპიულად წარმოიდგინოს. აი, თქვა მაქვს გამოცდა